მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? ჩემო ძვირფასებო, შუადღე მშვიდობისა. დღეს ასეთი ვიდეოთი მოვედი თქვენთან. დღეს გვექნება ასეთი unboxing-ი, განყუთვა, პირამიდა პიპოსი და ბიჭების და გოგოების ბაოსი. მეც პირველად ხსნი, ძალიან მაინტერესებს. სხვათა შორის და აბა შევუდგეთ საქმეს. ერთად ვნახოთ, რები ამოდის. ღირს თუ არა შეძენა, ღირს თუ არა საჩუქრად ყიდვა, ან ბავშვებისთვის ჩუქება. აი რა ვიცი, მოკლედ დავიწყოთ. საიდან დავიწყოთ? მოდი გოგოსით დავიწყოთ, ვარდისფერებით, როგორც მე მიყვარს. პატარებით და მერე დიდებს და ბოლოში დიდებს გადავიდეთ. აი ასეთი შეფუთვა არის, ასეთი რეკლამა არის. ძალიან ლამაზი, სხვათა შორის ძალიან საინტერესო, ბავშვებისთვის მისაზიდი, რა თქმა უნდა. ესეთი მულტფილმის გმირები არიან. აი მოანა. სხვათა შორის მეც ძალიან მიყვარს მულტფილმები, დღემდე უყურებ ხოლმე, რაც ახალი გამოდის, ყოველთვის უყურებ, არ ვტოვებ არაფერს. ვცდილობ, რომ ჩემ ბიჭთან ერთად უყურო, რა თქმა უნდა, გვიყვარს ძალიან. როგორც აღნიშნე და აი ასე და ვნახოთ აბა რა მოგვივა. აბა ვნახოთ. ეს არის გოგოსი. გოგოსი არის ბაო. აბა ვნახოთ. ეს რა თვისამაგრი მეგობრებო, ნახეთ რა ლამაზია. აბა გავხსნათ. საიდან გავხსნა? ან ესე მე მიჭირავს კამერა, რომ უბრალოდ ესე გავხსნი. დიდი დრო ბოდის მოგიხდით ხმაურისთვის. მაგრამ რას ვიზავთ, სხვა გზა არ არის, ცოტა უნდა ვისრაშუნოთ. აი ნახეთ რა ლამაზი. უბრალო, მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან კარგი რეზინა. ახლა ამას ჩვენივად გავიკეთებ მე თვითონ. რეზინაა, მოკლედ ყველას გჭირდება. ძალიან კაი, ბავშვს მოეწოდებათ. ასეთი. ეს არის ერთი ცალი, ანკევია, ან კამფეტია. და ეს რა არის, აბა. ისე სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მეც ველოდებოდი, მე პირადად, რა ვიცი. ცოტათი რომ გითხრათ, ცოტა იმით გაცხრება მაქვს, ცოტა ოღონდ. ეს რა საინტერესო ბარათია. რაღაცა Facebook-ს გვერდზე გადმოდით და და ეს უნდა შევაგროვოთ, რაღაც ფულიაო და უნდა რაღაცა პროდუქცია შეიძენთ მაგითი. რა საინტერესოა, იქნებ სხვაშიაც ამოვიდეს და შევაგროვოთ, აბა რა ვიცი, იქნება ჩვენ შეგვდეს რამე, ძალიან საინტერესო. აბა გადავიდეთ. ბევრი დრო რო არ დავკარგოთ თან. ვეცდები რომ სწრაფად გავხსნა, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევეცდები, რა თქმა უნდა. სანამ მას გვერდზე გადავდებ გახსნილ ყუთებს. აბა ვნახოთ. ეს რა არის? ეხა არ მითხრათ, რომ ისევ თვისამაგრი. ისევ თვისამაგრია, ნახეთ. მე მგონი დღეს ბევრი თვისამაგრები მელოდება. რეზინები კი მჭირდება, ისე ხო იცით? მეგობრებო, ნახეთ. ეს რაღაცა ძალიან უბრალო არის, მაგრამ არა უშავს. ამ ფასისთვის მინდა გითხრათ, რომ რა ვიცი, ნორმალურია რა. ეს ღირდა ლარნახევარი თუ ლარდასამოცი, ზუსტად არ მახსოვს. პატარები, საშუალოები მაქვს კიდე 2 ცალი, ის ღირდა 3 ლარი და დიდი ღირდა 6 ლარი. პიპო ღირდა, ესეც 6 ლარი ღირდა პიპო. ის 7 ლარი ღირდა, ხო, დიდი ბაო ღირდა 7 ლარი. მოკლედ გავაგზავნოთ, ესეთი კამფეტი ამოვიდა ისევ. და ისევ რაღაცა ბარათი ფულიო. აბა ვნახოთ რამდენ. ისე 5. ეს ვერ ვიგებ ხა 5 ლარია, 5 რა არის.
5 ფული რას ნიშნავს არ ვიცი, ოღონდ 5 ლარი? ნუ მოკლედ აი ასეთი რამ ამოგვივიდა. ანუ 10 ლარი გვაქვს, ნახოთ. გავაგრძელოთ. ჯერჯერობით რო სიმართლე, ნუ ფასთან მიმართებით რა მოგახსენოთ. რა ვიცი, უფრო მეც ველოდებოდი. მაგრამ არაუშავ შეიძლება დიდ ყუთებში უფრო იყოს უკეთესი, ან ბიჭის ყუთში. გოგოს ყუთში ჯერჯერობით ჯერჯერობით რაღაცა მარტო მისამაგრები ამოდის, მეგობრებო. ვისაც გიყვართ რა, ბავშვებს რა თქმა უნდა, ვისაც გზელით მაქვს საუცილებლად მისამაგრები გინდათ. ნუ ბავშვებს გაუხარდებათ ახლა პრინციპში, დიდი არაფერი. რო სიმართლე გითხრათ, მე მეგონა რომ სათამაშოები ამოვიდოდა, მაგრამ ჯერჯერობით 3 მისამაგრი ამოგვივიდა, თავისი კევით თუ კანფეტით ახლა. არ ვიცი, მოდი ერთი გავხსნათ, ნახოთ, აბა კევია თუ კანფეტი არის. ნახოთ, აი ასეთი. ნახოთ. ძალიან მაგარია, კვირები მეტკინა. მე მგონი კევია ეს. კი, კევი არის და ისეთი მაგარი იყო რა კვილი მეტკინა. მაგრამ არა უშავს. ბავშვებს დიდად რეკომენდაციას არ გაუწევდი. ამ კევია თუ კანფეტია არ ვიცი, მაგრამ კვილი მეტკინა მეგობრებო. აი ეს ბარათიც არის კიდე 5. 3 ცალი გვაქვს, 15 ლარი გვაქვს, იმედია გვაქვს. რაღაცა მაინც შეგვრჩება ამ დახარჯული ფულიდან, იმიტომ რომ ეს რაღაცა ჯერჯერობით, ნუ რა ვიცი ხა, 3 ლარში ხა 3 მისამაგრი თან ასეთი. ცოტა ძვირად მეჩვენება. არ ვიცი, ვნახოთ, გადავიდეთ, ბოლო გოგოს პატარა ყუთია ეს. ნახოთ. აი ასეთი ყუთია მეგობრებო. ხედავთ. აქაც მისამაგრია მეგობრებო. არა, ნახეთ რაღაცა სამაჯური ამოგვივიდა. აი ნახეთ. ეს ისეთია. ესე რო ჩაატყავთ. რასაიდა, აი ეს მომწონს. რაღაცა მაინც არის, ხო? თან ჩვენი ქვეყნის დროშით არის ჯორჯია წერია. ეს მომწონს. ამას დაუწერ 10 ქულას. იმეებს არა, იმეებს 5 ქულას ამას. და ამას 10 ქულას, რა თქმა უნდა, ჩვენი დროშით. აი ასე. სამაჯური მომეწონა, კაი იყო. აი მსგავს სათამაშოები რომ ამოსულიყო კიდე. ნამდვილად მაღალ ქულებს დაუწერდი ყველას. აი ესეც რაღაც კევი არის ესეთი. თუ შოკოლადია არ ვიცი. რაღაცა კარამელის რაღაცა შოკოლადია მგონი. და კიდე რაღაცა ფული. პირამიდები მინდოდა სხვათა შორის მეყიდა, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ ბევრს აქვს პირამიდებზე unboxing-ი უკვე განყოთვა და მე გადავწყვიტე რამე განსხვავებული ქონოდა, თქვათ, რაც მე არ მინახავს აქამდე, იმიტომ რომ მსგავსი სათამაშოების ის არ გამიხსნია, არ მიყიდია. აი ასეთი. 1 ლარი. 1 ფული ამოგვივიდა. ნახეთ. მაგრამ ესეც კაია. ესეც დაგვიგროვდა ფულებით. არ ვიცი რა როგორ გამოვიყენებთ, მაგრამ შევხედოთ, იქნება და გამოგვადგეს. აბა გადავიდეთ ახლა ბიჭის ბაოზე. და შემდეგ გოგოს საშუალო გავხსნათ. შემდეგ გოგოს საშუალო და მე გადავიდეთ პიპოებზე და ბოლოს დიდი ბაობაბები გავხსნათ. აბა ნახოთ. ძალიან მაინტერესებს. იმედს ვიქონიებ, მეგობრებო, რომ ბიჭის მაშინ აინც იქნება რამე ღირებული. კი, ფასი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ლარი და რაღაცაც, ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ეგეც თანხაა, ხო? ანუ რა ვიცი, გაღაჩი ხო ვერ გადაიხდია. რაღაცა ბავშვი უნდა გაუხარდეს. აი, ესეც რაღაცა სამაჯური ამოვიდა, ნახეთ. ეს მეგობრებო არის ფეხბურთის ჩვენი ალბათ ნაკრების თუ რაგბის თუ რა არის? არა, ფეხბურთის სამაჯური ასეთი.
ну ბავშვებს მოეწონებათ ყოველ შემთხვევაში ამ ფარში კიდე არა უშავს შესაძლებელია ესეც ну სულ არაფერს და რაღაცა პლასმას სათამაშოს ჯობია მე მგონი ხო ანუ ეს სამაჯური და ნახოთ ესეც კამფეტია თუ რაღაცა კევი მგონი კევი ლიმონისა რაღაცა და კიდე რაღაცა ფული მე მგონი ამ ფულებს თუ დავაგროვებთ კარგად მე მგონი ამ ფულით უფრო რატომღაც გონია კაი რამე მოგვივა ერთი ფული აი ნახეთ და ვარდისფერი რატო ეს ყველგან ეს ხო ბიჭის ამბოქსი ის არის ბოქსი არა უშავს ვაპატიოთ იყოს ვარდისფერი ხო მე ბოლოს დავითვალოთ რამდენი გვექნება ფული ხო გაინტერესებთ მე ძალიან მაინტერესებს ნახოთ ამას დაუწერ სამაჯური ახლა მოგვივიდა იყო 7 ქულა ჯერჯერობით ნახოთ იმას 10 ქულა იმიტომ დაუწერე იმ სამაჯურს რომ ჩვენი ქვეყნის დროშა იყო და რა თქმა უნდა აუცილებლად მაღალ ქულას დავწერდი მეგობრებო მე მგონი ესაც სამაჯურია ეს სამაჯური რაღაცა ძალიან მოსწონთ ამ იმაში რა ქვია ოპაი სათამაშოებში თუ როგორ არის ყუთებში ფირმას აბა ნახოთ ეს ვინ არის უიმე რონალდო მე როლანდო ვინ არის რონალდო ფეხბურთელი აი ნახეთ ვის გიყვართ ფეხბურთი ვის გიყვართ რონალდო აი რონალდო ჩვენს ვიდეოში მეგობრებო დაალაიქეთ რონალდოს ფანებმა ბავშვებმა ბიჭებმა გოგოებმა დაალაიქეთ რონალდოსთან ერთად აი რონალდო გამოიწერეთ ჩემი და რონალდოს არხი და რა ვიცი გვიყურეთ რონალდოს 10 ქულა შენ აი ასე რონალდოს გაგვეჭიდა აი ასე ხდება ეს არის რონალდო და მაგის საზამთროს კევი წითელი იმიტომ რომ ის წითელი ფორმა რო აქვს ალბათ წითელი კამფეტი იმიტომ ჩაგვიდეს აქაც რონალდოს 10 ქული დაუწერეთ მოკლედ და აბა ფული რამდენი უიმე რა ღარიბი რონალდო 1 ლარია მოგვივიდა ამოსვლოდა ცოტა 50 ლარი ან 100 ლარი რონალდოსთან ერთად 1 ლარი უნდა ჩაედოთ ხა სირცხვილი და თავის მოჭრა მაგრამ ჩვენ მაინც 10 ქულას დაუწერთ ერთიდან 10 ქულას აი ასე ამ ყუთში და ბიჭების პატარა ყუთში აბა გადავიდეთ ძალიან საინტერესოა კიდე მეტა თუ ამოვა სხვა რამე სხვა მეგობრებო მინდა სხვა რამე ეს რა არის ეს იცით რა არის ეს ხო იცით რა არის მეგობრებო კლარწი კი არ არის აი რა უნდა გამოძერწო და რა ესა რაღაცა რა ვიცი იმედ გაცრუება მაგცა ეს კევი მოდი ამას დაუწეროთ რა ვიცი 3 ქულა ნუ კი გაერთობა ბავშვი რა თქმა უნდა მაგრამ მე უფრო მეც ველოდებოდი მინდა წეს სათამაშო უნდა იდოს ამაში ეს არ უნდა იდოს რა ვიცი მე აი ნახეთ კი გაერთობა ითამაშებს მაგრამ სათამაშო ჯობია აბა ფული ვნახოთ რამდენი გვაქვს აბა აი როგორც იქნა 5 ფული ამოგვივიდა ხო ბოლოს ფულები დავითვალოთ მე მგონი კარგად ფულები უფრო გვაქვს აბა ვნახოთ ესეც გავხსნათ თანხელი არ გავიჭრა მე აქ კარგად უყურო აბა ვნახოთ ეს კევი ლიმნის თუ რა ვიცი დიდი არაფერი მაიმე კიდე სამაჯური მეგობრებო იმედია სხვა ფეხბურთელი მაინც იქნება ან სხვა ეს რა ქვია საინტერესოა ძალიან უიმე კიდე რონალდო ოღონდ სხვა სურათი რა ვიცი
აი რონალდო ამოგვივიდა ისევ. კაი, რონალდოს 10 ქულა დაუწეროთ, რახან რონალდოა. აი ანზე დაალაიქეთ ვიდეო. ჩვენ რონალდინიოსთან ერთად გავიყურეთ და გავაგზავნოთ, გადავიდეთ. აი ასეთი რონალდოს სამაჯური ამოგვივიდა ისევ. აბა ნახოთ ფული რამდენი ამოგვივიდა ფული. ლარი, ეს რონალდოს ლარს რატო უდებენ თუ ერთ ფულს ვერ ვიგებ, სხვაგან 10-ებიც იყო თუ 5-ები იყო და ეს იმენა რონალდოსთან ერთები დევს. რაღაცა გამეცინა ძალიან. ძალიან დაამცირეს მე მგონი რონალდო. აბა გადავიდეთ ახლა გოგოს ბაოზე, ცოტა საშუალოზე, ეს ღირდა 3 ლარი. ნახოთ აბა 3 ლარიანში რა დევს, იქნება უკეთესი რამე დევს. რას ფიქრობთ თქვენ აბა? და თუ შეიძენდით მსგავს იმას რა ქვია და თუ შეგიძენიათ და თქვენ რას დაბეჭირება გაქვთ აბა გამიზიარეთ რას ფიქრობთ და კიდე შეიძენთ თუ არა მომწერეთ აბა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით ამ სათამაშოებთან დაკავშირებით თუ რა ვიცი რაც ამოდის იქნება საშუალოში მაინც იდოს რამე ღირებული ღმერთო აბა ვნახოთ აქ ცოტა უკეთესია რაღაცა აი კევია რაღაცა ბაბლ რაღაცა გამი თუ რაც არის კიდე არა უშავს ერთი შეკვრარი აქ რამდენიმე ცალი დევს ალბათ დიდი არაფერი კევია მაგრამ ამ მსგავს კევი ბავშვებს უყვართ ძალიან გაუხარდებათ აბა ნახოთ ვაიმე აქაც თმის ამაგრებია გოგოს იმაში აი ნახეთ ეს ცოტა რაღაცა კი ლამაზია ვერაფერს ვერ იტყვი აი ნახეთ როგორც აი ეს იყო მაგალითად აქ ხო ერთი ცალი იდო აი ესეთი აქ რამდენიმე ცალი დევს და ესეთი პატარა წკაპუნები ნუ პატარა ბავშვებს ბაიებს გაუხარდებათ აი ესე ნუ დიდი არაფერი ახლა რა ვიცი გახალისდება რა მოკლედ ან თოჯინას გაუკეთებს ან რა ვიცი აი ესე დიდი არაფერი ამას დაუწეროთ მოდი 7 ქულა აი საშუალო 3 ლარიანი მეგობრებო იცოდეთ აი ფული მეტი გვაქვს მაგრამ სამაგიეროთ 20 ფულიო შეხედეთ ანუ ეს მომწერეთ აბა დამიწერეთ მეგობრებო 20 ლარს ნიშნავს რა ფულს ნიშნავს დაწერეთ აბა თქვენ გააქვთ ნათამაშები მსგავსი რამე თუ არა გააქვთ მონაწილეობა მიღებული გააქვთ ამ რაღაც სათამაშოს ბარათში შესულ ხართ ამ საიტზე Facebook-ზე ნუ მე თვითონ შევამოწმებ რა თქმა უნდა მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებთ დამიწერეთ აბა რამე თუ მოგიგიათ საერთოდ რა ვიცი ვნახოთ აბა მაინტერესებს მეც აბა გადავიდეთ ბიჭის საშუალო ყუთზე აბა ნახოთ ცოტა მეცველოდებოდი მე პირადად იმას 7 ქულა დაუწერე აბა ეს კევია ეს ისევ ეს ცოტა რაღაცა მოზრდილია კევი ბაბლო რაღაცა გამი არ ვიცი ხა რა გემორასუნია მე ვნახავ ალბათ აბა რადგან სათამაშო ეს რა არის ეს არის კლარწიანი სპაიდერმენები რო იყო ადრე მე ეს ფეხი გაწეული გადყლარწული აქვს თუ მომძრალია თუ რა ხდება არ მოსვრა არ მოაძრეს წინ ადრე იყო ხოლმე ჩემ ბავშვობაში ესენი მაშინ შემოვიდა აი იცი როდის 2005 წლებს შემოვიდა ესენი ალბათ სპაიდერმენი გამოვიდა მაშინ და 2007-ში არა ხო სადღაც ეგრენა და იმის მერე ამას ვაკრავდით ესე ფანჯრებზე კარებებზე აი ნახეთ ყლარწო აი როგორ ეწებოდა და ესე რომ მივაწებებდით ფანჯარაზე ესე ჩამოდიოდა ეს და გვიხაროდა ხოლმე ძალიან პატარა არ ვიყავი დიდი გოგო ვიყავი მაგრამ რაღაც ახალი იყო ჩვენთვის და ძალიან სახალისო და ეხა მაგალითად აი ეს ამისთვის 3 ლარის ძალიან პრიმიტიული და ძალიან რა ვიცი ისეთი სათამაშოა და
მაინც მოგონებებისთვის 7 ქულას დაუწერ რა, მოკლედ, აი ასე. აბა ფული ვნახოთ. რამდენია? ოი, აქ 2 ფულია. ბაოს 2 ფულია. იქ 20-ია, აქ 2-ია. არა უშავს. აბა დავითვალოთ ბაოს ფულები და ბოლოს 2 ბაოღა დაგვრჩა და 3 პირამიდა პიპო. აი ნახეთ. 20 1 5 5 მოკლედ გავდიდებით. გავდიდით ამ ფულებით, იმედია რამე მოგვივა, შევალ საიტზე. ნახავთ, შევხედავთ, დავათვალეთ, თუ რამეს მოვიგებთ, რატომაც არა. ისედაც ფული დახარჯულია, დიდი არაფერი არ შეგვხვდა და ძალიან გული რო არ დაგვწევს, შესაძლებელია რამე მოვიგოთ კიდევაც, მაინც, რაღაცა მაინც, რა ვიცი. აბა დავიწყოთ აქედან და ეხლა გავხსნათ პიპოს პირამიდა. ვის გიყვართ, ვის გაქვთ ნაყიდი, დამიწერეთ რა. მაინტერესებს ძალიან თქვენი აზრი. რას ფიქრობთ საერთოდ და ფასზე რას ფიქრობთ? ღირს თუ არა? აი ეს მეგობრებო, სხვა დონია უკვე. ცოტა რაღაცა მაღალი. თბილისის ფონი, აი მაგნიტი ხისაა სხვათა შორის. რა ლამაზია. ყოჩახ, აი ამას 10 ქულას დაუწერ. ამ ფასში, მსგავსი, ახლა სიტყვაზე ხო, აი მაღაზიაში ან სადმე რო წავიდეთ, აი თქვათ ცხეთაში ან იმაში 1 ლარი მაინც ღირს მსგავსი მაგნიტი და ეხა ამ ყუთში 600 რო აძლევ, თქვათ და ამოდის ნახევარფასზე მეტი ნივთი, კაია რა, მოგებაში ხარ მაინც, ხო? თან მაგნიტია რაღაცა დააკრავ სახსოვრად, სამახსოვრად გრჩება. ბავშვებისთვისაც კაია, რატომაც არა, თბილისის ხედი. შვენიერი. მე მომეწონა 10 ქულა. აბა კიდე რა, ნახეთ რა დევს კიდე. MM-დემსი. მწვანე კაცუნა. აუ, როგორ მიყვარს MM-დემსი, მეგობრებო. აი, ნახეთ რა საყვარლო. აი, ეს მართლა ღირს თავისი ფული. ამოვიდა MM-დემსი და ესეთი მაგნიტი. სხვათა შორის მეგონა რომ რაღაცა კანფეტი იქნებოდა, მაგრამ არაფერი არ ადევს, აი აქ. მარტო ეს 2 სათამაშო, ერთი სათამაშო ბრელოკი და ერთი მაგნიტი დევს, რა ვიცი. კი, 10 ქულას მე მაინც უწერ მეგობრებო, მაგრამ ჩემი აზრით ბავშვს რო ესეთ რაღაცას ყიდულობ, ძალიან კაი მნიშვნელოვანია ასეთი ხარისხიანი სათამაშო, მაგრამ რაღაცა ელემენტარული კანფეტი ჩაუდეთ რა, ან ჩუპა-ჩუპსი, ან კევი, თქვათ აი წეღან ხო იდომს გავსი რაღაც, ჩაუდეთ რომ გაუხარდეთ, ბავშვებს გაუხარდეთ. რა ვიცი, 10 ქულას უწერ, მაგრამ აი თქვენ მოგმართავთ პიპოს წარმომადგენლებო და გამომშვებებო, რა ვიცი. ჩაუდეთ მეგობრებო, ბავშვებს კანფეტი, დაგენანებათ. ფულის კეთება კარგია, მაგრამ ბავშვების გახარება უფრო მნიშვნელოვანია თქვენი მიზანით, ალბათ რა ვიცი, ეგ უნდა იყოს მარტო ბიზნესი არ არის, ხო? ეგ არის რა ვიცი. ასე რომ ტკბილეულით რომ ჩაუდოთ, არაფერი მოხდება. გონი გექნებათ მაგის რესურსი აუცილებლად თქვენ. რახამ ასეთი ბიზნესი წამოიწყეთ. ხო, იგივე მაგნიტია, სხვათა შორის. ჩემთვის გასაკვირად, ალბათ სხვადასხვა იქნება სხვადასხვა ყუთში, მაგრამ ამჯერად 2 ყუთში ერთი და იგივე ამოგვივიდა, რა ვიცი, რა გითხრათ. ნახეთ. აი, ესეც ბრელოკი. აი, ასეთი კუნინძა. ძალიან კარგი. ხარისხის. მინდა გითხრათ, ძალიან გაუხარდებათ ბავშვებს,
გოგოსაც და ბიჭსაც ჩანთაზე დაკიდებენ, ან გასაღებდნენ, არა ვიცი, მოკლედ ეს კარგია, დაუწერათ ქულას. და ესეც ორი ფული. იმაში ფული არიდო, ხო? თუ იდო აღარ მახსოვს. არიდო არა, მე მგონი. ხო, მოკლედ ორი ფული შეგვხვდა ამ ყუთში, მაგრამ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ რაღაცა ბავშვების მაგიერად, რომ ელემენტარული რა ვიცი, ამხელა ყუთი, ამხელა ფასი და ელემენტარული კევი კი არა, კანფეტი უნდა იდოს რა, რამე რა. ჩადეთ აუცილებლად მეგობრებო, უფრო ბევრი მყიდველი გეყოლებათ, უფრო კაი გამოხმაურება გექნებათ, იმიტომ რომ ძალიან კარგი სათამაშო გიდევთ, ძალიან კარგი ესეთი მშვენიერი, ხარისხიანი, მაღალფასიანი საჩუქარი და ელემენტარული ერთი კევი არაფერს არავის არ უზავს მე მგონი და ჩუპაჩუპსი, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რა. გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა იქნება და გაახაროთ ბევრი ქართველი ბავშვები და არა მარტო. ეტყობა ეგ ყველგან ესადევს ალბათ, მე როგორც ვიხდი. იმიტომ რომ სამცალში ერთი და იგივე რო ამოდის, რაღაცა, რა ვიცი. კაი, იყოს ესეც. ვნახოთ ეს. ესენი ძალიან კაია, ასეთი ხარისხიანი ბრელოკებს რო დებენ და მაღალფასიან სხვა. აი მესი არის ფეხბურთელი, ნახეთ. დაუფასოთ ესეც მეგობრებო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მსგავს ყუთებში ძალიან დაბალფასიანი ნივთები ამოდის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ ეტაპზე და ამ unboxing-ში, ამ განყუთვაში პიპოს ყუთებში ძალიან ხარისხიანი ბრელოკები ამოვიდა. აი ნახეთ. შეძენახის ნამდვილად, იმიტომ რომ ამ ფასიან სხვა ყუთებში ნამდვილად არ ამოდის ხოლმე მსგავსი ფასიანი ნივთები. ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი მე და რა ვიცი, ხა მე არაფერს არ მაძლევს ეს ფირმა, არაფერს არ მიხდი, არ ვარეკლამებ, ანუ უბრალოდ მე ჩემ unboxing-ს ჩემი ინტერესის და გამო და ჩემი პირადი აზრის დაფიქსირება მინდოდა უბრალოდ და unboxing-ის გადაღება, ანუ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩვენც ყავს ბავშვები ოჯახში და ხშირად ვყიდულობდა რა ხა მან მქონდა ესენი ნაყიდი, მინდოდა რომ განყუთვა ამისიც გადამეღოთ, ან მე ნახა ღირს თუ არა ყიდვა ბავშვისთვის, ხო, რატომაც არა. თქვენთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ესეთი პიპო მშვენიერი ესა, უბრალოდ ეს კანფეტის არ ქონა და ისე ძალიან უცნაურად მეჩვენება ცოტა და არა უშავს იმედია გამოასწორებენ და გაითვალისწინებენ ჩემს რჩევას თუ მიყურებენ, რა თქმა უნდა. ხო, ეს ორი ფულიც ამოგვივიდა, ძალიან კარგი არის, ალბათ რამეს მოვიგებთ, ვნახოთ. ვისაც აინტერესებს მე შემეკითხეთ და თუ დაგაინტერესდებათ, აუცილებლად ვიტყვი რამე მოვიგე თუ არა, ამდენი ფული რო დავაგროვე, რა თქმა უნდა. ეხა გადავიდეთ დიდ ესე წინ გამოვწევ რაც ამოგვივიდა, მეგობრებო, აი ასე რა განყუთვაც გავაკეთეთ. ყველაფერს დავალაგებ აქ, ფულსაც და რა ვიცი, აი დაინახეთ რამდენი რამე დაგვიგროვდა. აი ასე. ხო, ეხლა მივდივართ უკვე ბოლოსკენ, დაგვრჩა დიდი ყუთი გოგოსი და ბიჭის და აბა ვნახოთ, აბა რა იქნება გოგოსი, რა იქნება ბიჭის. აბა ბიჭის. ეს არის უზარმაზარი დიდი ყუთი. სადღაც 7-8-მდე ღირს მინდა გითხრათ ეს ყუთი. არ არის იაფი, რა თქმა უნდა. დღევანდელი დროის იმის გადმოსახედიდან, ანუ რო იყიდო ეს თქვათ რამდენიმე ცალი, იაფი ნამდვილად არ არის და წესით უნდა რა ვიცი, პოპი რო იყო ეს პირამიდი ძალიან მოგვეწონა და აბა ვნახოთ ბაოს დიდი ყუთი თუ ღირს, იმიტომ რომ პატარა ყუთში რაღაცა იმედგაცრუებები მქონდა მე პირადად. მაღალი ქულაც ვერ დაიმსახურა ჩემგან, რა ვიცი, ეს ჩემი ობიექტური თუ როგორც გინდათ ისე იყოს აზრია. ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს ნახულობთ, თქვენთან ერთად ხსნი და თქვენი აზრით, რა ვიცი, ვიძახი რომ დამიწერეთ, დაწერეთ, მოგეწონებათ თუ არა ჩემი განყუთვა და ჩემი აზრით
თუ მოგწონთ ამასთან დაკავშირებით და თქვენ რას ფიქრობთ. აბა ვნახოთ. ой, აი რაღაცა ნახეთ. ცოტა რაღაცა უკეთესია, ეს არის ბურთი. ნახეთ სილიკონის რეზინის გასაბერი მეგობრებო. ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ბურთები ძალიან კაია, ბავშვებს უყვართ, დიდია სხვათა შორის. ძალიან გამიხარდა. ერთი ბურთი გვაქვს. აი ასე. ой, ეს რა არის? ой, ეს არის მანქანა. აი ნახეთ. ასეთი. უბრალო. პლასმასის. მე ვთვლიდი რომ უფრო შეიძლებოდა რამე ბიუჯეტურად არ იმას ეკნათ და უკეთესი რამე ჩაედოთ შიგნით, რა ვიცი. ნუ ბავშვი გაერთობა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლებოდა კი რომ ნუ მოკლედ მეც არაფერს არ ვიტყვი, ყველაფერს თქვენ თვითონ ხედავთ, დანარჩენი თქვენ გაითვალისწინეთ, არჩევანი თქვენ თვითონ გააკეთეთ მეგობრებო დანარჩენი. ხო, აი კევი დევს აქ მაგალითად. ნახეთ. ძალიან კარგი არის, რომ კანფეტები და კევები მაინც დევს, რომ ბავშვმა ცოტა პირი გაიტკბარუნოს. მაგისთვის არის ეს ყუთები, რომ სათამაშო და ტკბილეული, ხო? ანუ ეგ არის. აი ასე. და ბოლო, ხო, 10 ფული. ნახეთ, ბარათი. ცოტა რაღაც დავაგროვეთ, იქნება რამე მოგვივიდეს, რა ვიცი, მაინტერესებს ძალიან. და ბოლო დღეისთვის ყუთი არის გოგოსი, ასეთი ვარდისფერი კარგი ლამაზი და რა ვიცი, ნეტა ამოვიდეს რამე კარგი, მეგობრებო, ისე მინდა რამე კაი ნოტაზე დავასრულო დღევანდელი დრო. რა ვიცი, აი, აბა ვნახოთ და მინდა რომ კარგ ხასიათზე დაგემშვიდობოთ რა, არ ვიცი, ვნახოთ აბა. ძალიან მინდა რომ კარგ ხასიათზე ვიყო. აბა რა დევს? ой, ეს რა არის? ой, ნახეთ რა საყვარელი. ой, ეს პიკაჩუა. პიკაჩუ. აი მე ჩემ ბავშვობაში როგორ მიყვარდა პიკაჩუ და როგორ მეწოდებოდა ყოველთვის. რატომ მეწოდებოდა არ ვიცი, მაგრამ სულ ვტიროდი პიკაჩოზე. ნახე რა საყვარელი სკვიში პიკაჩუ. არ ვიცი ეხანდელობა ბავშვებმა თუ იციან ეს მულტფილმი. აი პიკო. ნახეთ. პიკო, ჩემი ბავშვობის პიკოა ეს. მე ძალიან მიყვარს, რა ვიცი, მომეწონა 10 ქულა პიკოს. აი ასე. 10 ქულიანი პიკო დავდოთ აქ. ესეც კევი, ბაბლგამი, თუ როგორც არის. და ერთი ბარათი კიდე 10 ფული. 10 ფული რა არის? 10 ფული, 10 ლარი ვერ ვიგებ მოკლედ. აი ნახეთ. რაღაცა ბუ იქნება მოვიგოთ მაინც. აი ასე. და ამ სათამაშოების ფონზე და ამ განყოფის ფონზე დღევანდელ დღეს ამით დავასრულებ მეგობრებო. ასეთი განყოფა გამოგვივიდა, თქვენ განსაჯეთ, რა ვიცი, როგორ თვლით, ღირს თუ არა მსგავსი ყუთებში ფულის გადახდა და ზოგადად ბავშვებისთვის ამ ყუთების ყიდვა, უბრალოდ ღირს თუ არა ამდენი, რა ვიცი, თანხის დახარჯვა. ჩემი აზრით ზოგში ღირს, ზოგში არა, ნუ დიდ ყუთებში რა თქმა უნდა მეტი უკეთესი სათამაშო დევს, ანუ რაც მეციხდი უკეთესი სათამაშოები არის და თქვენ რომელი ყუთი მოგეწონათ და რომელი სათამაშო მოგეწონათ და ზოგადად რას ფიქრობთ, თქვენი აზრი დამიწერეთ, რა ვიცი, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო, დააგულეთ, მიყვარხართ, რა ვიცი, გკოცნით, ბედნიერ დღეს გისურვებთ და
თქვენ გასაჯეთ როგორი ვიდეო გამოგვივიდა და როგორი unboxing-ი გამოგვივიდა. მე ასე თუ ისე კმაყოფილი დავსჩი, ბევრი ფულებიც მოვიგეთ და რა ვიცი, ბევრი სათამაშოებიც შეხვდა, კევებიც, რამე რუმეებიც, ამას თავის პატრონი აუცილებლად გამოუჩნდება ჩემ ოჯახში და რა ვიცი, აი ასეთ ბედნიერ და კეთილ ნოტაზე დაგემშვიდობებით. კოცდით მიყვარხართ თქვენი ნანიკო ლუსი. აბა დროებით. Bye, მომავალ ვიდეომდე. კარგად.